რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონება ჩლუნგი ამ კითხვაზე კარგახანია პასუხი მივიღეთ. თანაც თეა გუნთაიშვილის თოჯინური შემოქმედება ბავშვებზე მეტად უფროსებისთვის იქმნება. არა სათამაშოდ, არამედ მხოლოდ დასათვალიერებლად და ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად. თოჯინები იცინიან, ასე ეწოდება გამოფენას, რომელზეც მხატვარ დიზაინერმა თავისი კოლეგების და ნაცნობ მეგობრების ანალოგები წარმოადგინა. ეს მეორე გამოფენაა, ჩემი პერსონალური, დავარქვი თოჯინები იცინიან. საერთო ჯამში ესე ვთქვათ 50 თოჯინა მაქვს საკოლექციო. მაგრამ მე 2013 წელს ვამზადები ძალიან დიდი გამოფენისთვის. ეს იქნება არა მარტო გამოფენა, იქნება ჩემი თოჯინების ბრენდის პრეზენტაცია. რამდენიმე დღის წინ გადავწყვეტეთ, რომ მისი თოჯინების გამოფენა მოგვეწყო ჩვენს ბივენდოში. ამის ორგანიზატორები ჩვენ გავხდით. თამარ ნადირაძე, ლალი ტოტიკაშვილი, კიდევ ბევრი სხვა. მოკლედ, თეა გუნთაიშვილის ნამუშევრების ინსპირაციის წყაროებმა თოჯინური ორეულების დასათვალიერებლად ვივენდოში მოიღარეს თავი. რარი თეა ყოველთვის გამორჩეულია თავის სურპრიზებით და ესეთი ხასიათის ცდილობს ხასიათი ჩადოს და მე მგონი ჩადო, ხო ესეთი მომწო ძალიან და მიყვარს. მქონდა ფოტოსესია ჟურნალისტვის და პრინციპში იქედან ალბათ იქ მეცვა ეს არის საქორწინო კაბა მარიგოლდის და იქედან ანუ თმაც რაღაცა ესე მქონდა გაკეთებული და გააკეთა ზუსტად ისეთი, ანუ იმ ფოტოსესიიდან გამომდინარე. ჯერჯერობით ჩემი თოჯინა არ გაუკეთებია და იმედი მაქვს. წარმატებები თეას. თოჯინები იცინიან თეა გუნთაიშვილის რიგით მეორე გამოფენაა. თეას შემოქმედება ფართო მასებისათვის ცნობილი გალერეა ვაჩეში გამართული ექსპოზიციით სახელად მარგალიტები დაიწყო, რომელზეც თეას ქართული კინოგმირების თოჯინები ჰქონდა გამოტანილი.